ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით. გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, ვინაიდან ძალმოსილი იყო მისი სიტყვა. სინაგოგაში იყო კაცი, არაწმინდა სულით შეპყრობილი და იყვირა ხმამაღლა. რა გინდა ჩვენგან იესო ნაზარეველო? ჩვენს დასახუპავად მოხვედი? გიცნობ ვინც ახარ, ღვთისწმიდაო. იესომ შერისხა იგი და უთხრა. დაჩუმდი და გადი მაგისგან. ეშმაკმა მათ შუაში დასცა იგი და გამოვიდა მისგან და არაფერი უვნია მისთვის. ყველანი განცვიფრდნენ და ამბობდნენ ერთმანეთში. ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით არაწმიდა სულებს უბრძანებს და ისინიც გამოდიან? ხმამის შესახებ მოედო იმ არემარის ყოველ ადგილს. გამოვიდა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდიდრი შეპყრობილი იყო დიდი სიცხით და სთხოვეს მისთვის. მივიდა მასთან და შერისხა სიცხე. მანაც მიატოვა იგი. მყისვე წამოდგა და მოემსახურა მათ. მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სნეულებით დაავადებულნი, მასთან მიიყვანა. და მან ყოველ მათგანს ხელებით დაასხა და განკურნა. ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ. შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა. ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგი. როცა დღე დადგა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა მოძებნა და მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო. მან კი უთხრა მათ. სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღვთის სასუფეველი, ვინაიდან ამისთვის ვარ მოვლენილი. და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.